უნდა შექმნილ დამატებულ ღირებულებას თავის სასარგებლო დანაწილებს და შრომას, ანუ დაქერებულ შრომას იქიდან, ასე ვთქვათ, ნიორიდან ნაფრცხველს გადაუგდებს, მხოლოდ ეს სხვა საუბრის თემაა და ამაზე მე სხვა დროს შეგვიძლია უფრო ცალკე ვისაუბროთ. მესამე, ჩვენ არ გვეყოლება სუვერენული მთავრობა. იქნება რაღაც გარკვეული ავტონომიის ხარისხის რანგში ადგილობრივი რაღაც სატრაპული წარმონაქმნი, მაგრამ ეროვნულ მთავრობაზე საუბარი ზედმეტი იქნება ევროპული ინტეგრაციის შემთხვევაში. ანუ პრაქტიკულად ბრიუსელი იქნება ბატონ პატრონი ყველაფრისა და მეოთხე, მე წეღან ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მეთქი, თუ გვინდა ეროვნული ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს მოემსახურება, ამისთვის აუცილებელია არსებობდეს